გავაგზავნოთ ეს ვთქვათ HTML-ის შესწავლა და მოდი გადავიდეთ შემდეგზე, საჭირო არა საჭირო ეს უკვე თქვენ გადაწყვეტეთ. ასე ვთქვათ, კიდევ ერთი საინტერესო ხერხი გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით. მოკლედ, ეხლა რა შეესახება? მე მინდა იდეო HTML-ში დავწეროთ ესეთი სკრიპტი, კოდი, როგორც გინდა დავარქვით, რომლის საშუალებითაც ჩვენთვის სასურველ მომხმარებელს გადავიყვან ჩემთვის სასურველ საიტზე. მაგალითად, იგივე მე შემიძლია როგორც უკვე წინა როგორც ვთქვი, ეს ჩავდო ჩემს ვებგვერდზე, ან შემიძლია უბრალოდ სარკე განყოფილება გავაკეთო. მე შემიძლია მაგალითისთვის გავაკეთო ესეთ რაღაცა, მაგალითად არის სტატისტიკა, ხო? დავაჭირო სტატისტიკას და მომხმარებელი ამ გვერდის ნაცვლად გადავიდეს იმ გვერდზე, რომელიც უკვე აიძულებს გააკეთოს ჩემს მიერ ამ გვერდზე ატვირთული მასალა. მოგონი გასაგებია, რასაც ვამბობ. HTML შეიძლება განათავსო ვებგვერდზე, რაც საშუალებას გაძლევს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მართო. კარგი, მოდით დავიწყოთ. ახლა როგორც უკვე შევთანხმდით, ჩვენ ამას ვაკეთებთ მარტივ რედაქტორში და მე უკვე უფრო რთულ რედაქტორებში და უფრო დახვეწ რედაქტორებში ეს გაცილებით გაგვიმარტივდება, თუ იოლად ვისწავლით ამ ყველაფერს და მოკლედ საკმაოდ საგანჯველია, მაგრამ სწავლა ესე მოითხოვს. კარგი, დავიწყოთ, მოდი HTML-ის წერა. რა თქმა უნდა, მე შემიძლია დავწერო სკრიპტი ან დავწერო HTML გვერდი, მაგრამ ამ ეტაპზე მე მინდა ის თავიდან პრომდე გვერდი დავწერო, რომ მის ჩვენება მოვახდინოთ. ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ, არ მოხდება. სადღაც ვებგვერდზე უნდა დავტვირთო ახლა. ამისთვის საიტზე ხო არ ავტვირთავთ. მოკლედ, დავიწყოთ. პირველ რიგში ვწერ HTML შემდეგ ვწერ head შევიცადოთ ასე ვთქვათ ნელ-ნელა გავაკეთოთ ეს ყველაფერი. კარგი. ეხლა მოკლედ მე მინდა ესეთი რაღაცა გავაკეთო. რა მithქვია? საქმე რაშია? მაგალითად გავაკეთოთ როგორი რაღაცა. ციტა დავაჭირე და გადავედი ვებგვერდზე, მაგალითად ამ ვებგვერდზე და დავაჭირე ხო სტატისტიკას ან დავუშვათ რაღაც ლინკი, ეს ლინკი ნახე მაგალითად რაღაცა გამომიგზავნა, დავაჭირე, შევედი ლინკზე და ამ ლინკზე დევს შემდეგი კოდი. კოდი აკეთებს რას? მე გადამიყვანს ჩემთვის სასურველ, მე მიუთითებ აქ წერის დროს, რა თქმა უნდა, მიუთითებ რაღაც საიტს, მიუთითებ რაოდენობას და მომხმარებელს, ვინც ამ ლინკზე შევა, გადაიყვანს ვებგვერდზე და ეს ვებგვერდი გაიხსნება რამოდენიმეჯერ. რამდენჯერ მე მიუთითებ, მაგალითად, ვებგვერდს გადავიყვანთ რომელიმე, დავუშვათ Google-ზე, ხო? მინდა რომ მომხმარებელი გადავიყვანო Google-ზე ამ ლინკის დაჭერით. დააჭერს ამ ლინკს, გადავა Google-ზე, მაგრამ Google-ი გაიხსნება 100-ჯერ, 1000-ჯერ, 1500-ჯერ, არ ვიცი, რამდენჯერაც გაგიხარდება, შეიძლება მილიონი დაწერო. მილიონჯერ დაიწყებს საიტი ჩატვირთვას. ახლა რომ მილიონჯერ ერთ და იგივე გვერდზე შეხვა, წარმოგიდგენ რა მოვა ბრაუზერს, რა მოვა სისტემას და რა მოვა საერთოდ კომპიუტერს. შესაბამისად ეს არის ცუდი ხერხი, ეს არის დაზიანება კომპიუტერის, ეს არის ტროიანი და ასე შემდეგ. კარგი, დავიწყოთ წერა. ეხლა აქ სათაურის ბარემ რადგან ახავთ, მიუთითოთ მას თავისი სათაური, იყოს მაგალითად ისეთი რაღაცა იგებოდო, შეიძლება და დავხუროთ ტექსტები. სათაურის ტექსტი. head-ი დახურულია და სწორედ head-ში წერ მის ასე ვთქვათ კოდს დავიწყოთ.
ხო, ამას გიწერთ მე ხო უნდა განვიხილოთ. მოკლედ ეს კოდია რა, მოდი ეს დავიმახსოვროთ. და აქ რა ხდება? აი აქ ანუ რამდენჯერ გაიხსნას ვერ გვერდი. მე მაგალითად აქ თუ მივიქეთ 1000, ან ავინე გავყვები, რამდენჯერ გაიხსნა ვერ გვერდი, მაგრამ ნუ მაინც და მაინც გავწირავთ მომხმარებელს. ძალიან ესეც იყოს 100, ამის ნორმალურია. ნახე, არაფერი არ მოუვა 100 გვერდის ჩატვირთვას ეს. ნუ Windows 7 და 8 X-ის არაფერი არ მოუვა, მაგრამ ну 1000-ზე და 3 და 4000-ზე უკვე ეს სისტემებიც ასე ვთქვათ აფიქსდებიან გააგზავნონ თუ არა მუშაობა გადატვირთვამდე. თუ გადავტვირთოთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი დაგაგდება. ეს ვეკვეთ. კი ბატონო, ეხლა სწორედ ის საიტი დავწეროთ, რომელიც ასე ვთქვათ გვინდა. ანუ ფოლდერმა ახსნას ვებგვერდი. კიდე რამე დაწეროთ. კიდე დავშალე ეფექტისთვის შესაძლებელია დაიწეროს იგივე ფორმის საიტი. ანუ თქვენი საიტი რა ვიცი, გაჩნია რა, რაც გაიხარდება და მოკლედ დავწეროთ მაგალითად. მოდი იყოს ჩვენი ვებგვერდი, რადგან ვაკეთებთ ესე. კი ბატონო, ანუ ეხლა მე როდესაც ამას გავაღებ, ჩემი ვებგვერდი გაიხსნება 100-ში. მოდი ეხლა რაცებით მოგვეროთ. все. დაიხურა სკრიპტი. აქ მოვჭა. ეხლა მოდი ბოდიშიც დავწეროთ რამე. ბოდიში კიდება აუცილებლად რო კლიკიცად ამის ფოლდერები ეს ფაილი ისინი ჩაიდეთ. და ბოდიც დაიხურება. ნუ სულ ეს არის პრინციპში. დავამახსოვრებიოთ, რომ მაინც რა ვიცი რა პრობლემა არ იყოს. შევინახოთ უკვე ჩვენი სკრიპტი და დავტესოთ, ხო? დავარქვათ რაღაცა. დავწეროთ pdf.html. და ასე. კარი. ვაუ, კაკი. გამიქრები. ანტივირუსმა წამიშალა ისე რა. მოკლედ კიდევ ამენ დამიშალა. კოდირება კი ეს არის. ან თუ თქვენ იყენებთ Kaspersky, თუ თქვენ იყენებთ Kaspersky, შედეგი აქედან თუ თქვენ იყენებთ Kaspersky, ეს ასეთი მსგავსი სკრიპტები თქვენ ვერ შეგაჩვენებთ. ყოველ შემთხვევაში კოდირება ეს არის, რა ვიცი, შეგვიძლია გადაიწეროთ, ნახოთ, დატესტოთ, მაგრამ ანტივირუსი უნდა გატაშოთ, თორემ დამიშალა ეს ამით თუ დაინახავ. Вишлись. Супер, ეს რო წარმატებს.